ბიჭებს გაუმარჯოს. ბოდიში რომ სახლში არ დაგხვდით და ჩემებურად არ გაგიმასპინძლდით. ხოჩის ხმარი? ამ ჩემი ცოლის დაქალებს სხვა სცენარისტი ყავს. სხვა შემთხვევაში მანდ ვიქნებოდი. ბიჭებო, მგონი როგორც ყოველთვის დაგღალეს მაგათმა. მოვიყვან რამდენიმე ფაქტს და თქვენ უნდა მითხრათ. რეალურ ცხოვრებაში მოხდა თუ ჩემი ცოლის დაქალებში. აბა, ეს რა საინტერესო რაღაცაა. ბანკში სასულიერო პირის ფორმაში გადაცმული მძარცველები შეიჭრნენ. სად მოხდა ეს ფაქტი? რეალურ ცხოვრებაში თუ სერიალში? სასულიერო პირის ფორმაში გა. სერიალში. ხო, სერიალში ალბათ. სწორი პასუხია სერიალში. მოусმინეთ. შაუ ბანკში ტერორისტები შეიჭრნენ და ბანკი აიღეს. რას მელაპარაკებ? რა? დაბრძანდით. თქვენ დაბრძანდით ხომ? ხელებს ხედავდეთ და ტელეფონები ყველა. სურაშა, გადაობა როდის უნდა ისწავლო? თუ ეს საბურთალოელებით უნდა მოიქცე ცხოვრების ბოლომდე. საბურთალოელი. სად იმართებოდა, მაგრამ ჩაიშალა მის ორსულის კონკურსი. რეალურ ცხოვრებაში თუ სერიალში? მის ორსულის კონკურსი. მის ორსული. ეს მარტო ქეთის სატირაში თუ იქნება, ეხლა მის ორსული ძალიან ბევრი არ გახსოვთ ეგ სერია? სერიალში რა ეგ შეგვიძლია რომ ნახოთ? გამაგებინე საერთოდ რა კონკურსია ეს? აიმე, ორსული ქალების სილამაზის კონკურსია, თინა. ყველაზე ლამაზ ორსულ ქალს ირჩევენ, რომ ქალებს მიეცეთ დაორსულების სტიმული. რა არია გაუგებარი? მე რამდენი შვილია? პირველი მამაო. რამდენი წელი რასელოდებოდით? წელი რასელოდებოდით? ბავშვობიდან მინდა შვილი, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ დაგვიცი. რამდენი შვილის გაჩენას აპირებთ სულ? რამდენსაც ღმერთი მომცემს. მეუღლე რას წარმოადგენს? გმირია. ახაც მისიით არის წასული სუდანში. სუდანში რა უნდა ცოტა საქმეა? სოფლიო მშვიდობის მისიაშია. ესე იგი, აქ რო ვერ დაულაგებია და სხვაგან რო გარბიან ხოლმე. ერთწუთიანი ვიდეო მიმართვა ჩაწერეთ, თუ რატომ უნდა გამრავლდეს ქართველი ერი და რატომ უნდა იყვნენ ბევრი ორსული ქალები. და ეს ვიდეო ჩვენ საიტზე ატვირთეთ მის ორსული ჯიმ. ქეთი დედარიანმა იმდენი რაღაცი წინასწარმეტყველა სერიალში რაც მე ცხოვრებაში ასრულდა რომ მე არ გამიკვირდება რომ რეალურ ცხოვრებაში თან ეხა დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს საქართველოში და არ გამიკვირდება რომ ესეთი კონკურსი მართლა ჩატარდეს. ვიდეო ატვირთე მის ორსული ჯიზე? აბარა. მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პარლამენტის წინ თვითნებურად ჯვარი აღმართა. სად მოხდა ეს ფაქტი? სერიალში თუ რეალურ ცხოვრებაში? ორივე განყოფილია. რეალურ ცხოვრებაშიც და უეჭველი სერიალშიც იქნებოდა ეგ. არა, რეალურ ცხოვრებაში იყო, მგონი სერიალში. რეალურ ცხოვრებაშიც და სერიალშიც იქნება ეგ. მაგას არ გამაზავდნენ, არა მგონი. ნუ უფრო ლოგიკურად სერიალში იქნება. ლოგიკურად, ხო. შემდეგი კითხვა. ქალმა ყოფილი ქმრის საეჭვიანოდ წვეულებაზე ყალბის შეყვარებული მიიყვანა, რომელსაც მანამდე არც კი იცნობდა. სად მოხდა ეს ფაქტი? რეალურ ცხოვრებაში თუ სერიალში? მე მგონი რომ კატომ რეალურ ცხოვრებაში, რატომღაც ეგეთი მახსოვს. პირველივე სერიაში ხდება. თუ იმ კრეტინის ნახვა რომ მომიწევს არ მსიამოვნებს. ვინ შენი ყოფილი ორესანი ქმრის თუ მისი ახალი მეუღლის? ორივესი. შენ რა წამოიყვანო ვინმე ვითომ შენი ახალი მეგობარია? გინდა დათოს ვუთხრათ? ვინმე თავის მაგათი წამოიყვანოს ვითომ შენი ახალი მეგობარია? მოხდეს საყვარელო. ბოდიში რა დავუგვირე. აუც შემოგე. კბილი მოგონებად მოგვიგონოთ დავით. არა უშავს. თავიდანვე გამოჩნდა. ავანტურის გარი. თავიდანვე პირველი სერიიდან. და პირველივე სერიიდან დიდი ოხერი ვინმეა. ეს არის რომ მე აქედან მიდის თავის ყოფილ ქმართან, იქ ურეკავს დიტო მანქანა გაგიკეთება, პირველივეში არის უკვე ყველაფერი იკადრო ის გაკეთება და არ შეიძლება პირველივე სერიაში. სულ რამდენი ვართ? რა მიდაახლოებით ერთი 20-მდე იქნება. მართლა?